გაგიწვამწვაცაო ისეთ გულმარილს გაგიშლი და გაგარგვინებ თავსაო გაგარგვინებ თავსაო Tota დაუცხარეთ ხალხო მაგვიანდება უნდა დავიდე მე რიგში მომიწევს ყოფნა ვანე ვედაზე ჩუობენ დღე მთელი დღე არა ჩემია რა მნიშვნელობაა ჩაყარე გამაიცა მიართო აი ეს ჩათმო დახურულები რო გაავა მეპეჭი კაკა ვინმე რო გნახოს ვინ დაიჯერებს თქვენ კოლექტივუშები ხა წავიდე ახლა მივიდე იმ ქალბატონებთან დღეს დაიკრიფა 8 ტონა და 200 უნდა დავკრიფოთ ყველანაირად კახური თავგადასავალი ველის ციხურად დილის 7 საათზე იწყება. აბა აქეთ რიგებში რა ხდება, აქეთაც შევიხედოთ ერთი. ვენახში რიგებად ნაწილდებიან და ყურძნის კრეფა იწყება. მონაწილეობს 19 ადამიანი. 12 მკრეფავი, 6 გამომზიდი, 1 ძარაზე მდგომი და 1 დამატებითი ძალა. ანუ მე-20 მონაწილე, ბრიგადის თავმჯდომარე მძღოლი, კახელი ბურნუთა. ბურნუთა ვარ ბშშ-დან. ხო. ბშშ რა არის? ბადიაურის შეერთებული შტატები. ხო არის აშშ და ჩვენ ბადიაურიდან ავარ ბშშ. ბშშ. ბავშვობაში ლონდრე მეძახდნენ სკოლაში. რატო? რავი მე დღესაც მიყვეს. ვერავით შევარათ მეძახდნენ. მუშაობა მიყვარს, შრომა მიყვარს და მაინც ლონდრე მეძახდნენ. კახეთი და შემოდგომა რთველის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ წელიწადის ამ დროს სტუმარ მასპინძლობის ადგილი სახლის ნაცვლად ვენახშია. ხო და მაგის პირობები გაგაცნო. აბა გამაცანი. საათი შესვენება გაქვს? წავალ ვიშოპინგებ? საათი ხო შენ თუ რამე მოიტან შეჭამ, თუ არა ქარავინ არ გაჭმევ. როცა ვენახში მზის პირველ სხის ყურძნის სიმწიფის სურნელი მოყვება თურმე ნამდვილი რთველიც აი მაშინ იწყებაო და ნამდვილი კახური რთველიც აი აქ ეხლა იწყება. რა შუაშია დროდანგი ბავარია ხალხი იყოს ვენახი იყოს დასაკრეფი კაცო მიდი და მოვდივარ დავაი. ველის ციხეში 10 ჰექტარზე გაშენებულ სერგოს ვენახში 2025 წლის მოსავლის აღების ზეიმს ჩვენ რამდენიმე საათის დაგვიანებით უერთდებით. საიდან უნდა დავიწყოთ? ამიტომ კახური კრიტიკის სამიზნე მალევე ვხდებით. პაკი პუკა საერთოდ ჩაგიწვია ბოტები, როდის იყო ვენახში ჩექმები დადიოდნენ. Fear me if you dare. კარგი განწყობა, გოდრებით და კალათებით ვაზის ვერებში ფუსფუსი, მზიანი ამინდი, კახურის სიმღერა და სტუმარ მასპინძლობა რთველის ნაწილია. ამ დროს ადამიანები იმავე განწყობით და შემართებით იკრიბებიან, როგორც დღესასწაულებზე. ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია? 15-16 წელიწადი. თველში ხართ. კი. ადრე გამოვდივართ, ადრე მივდივართ. დღეს ადრე გამოგიყვანა ეს? ისე რა. ხარობ რომ არ ჩამოურჩე, კი რომ ესენი ცხუდაღლილები არიან, შეიძლება რომ მივეხმარო მეც. ფული შეგროვება მიყვარს. ახლა ვიძახი რომ აი რამდენაირი ქვაბები გამოიწერე. ტელეფონიდან კაცო. ის ტელეფონი მაქვს ახლა ხანა უწერამ TikTok-იც მაქვს, მაგრამ TikTok არ ავხმარობ. მარტო აი მიულოცამკე ხოლმე გულებს უგზავნიკე ჩემ ჯიგრებსა და იმათ. აი ეს იაუსო ხოლმე ზეითა. ბარაქიან კახეთს ახლა ყველაზე მადლიანი დრო უდგას. სანამ წლის მთავარ მოსავალს აიღებენ და მათი ჯაფა დაფასდება, თვეების განმავლობაში დაუღალავად შრომობენ. სკოლაში არაფერი მიკეთებია, სკოლა ფანჯიდან გადმოგვიწიგნებთან მაგ დამთავრებული. მე რა ვქენი და რა ვიცი, იგი ვენახსავს ხლა, მანქანაზე ვმუშაობ, ოჯახი შევქმენ. ბანკის ვალი როგორც მაქვს, ისევ ხლამ რა, ხვალზე ხარ. აბა რა. აი თუ ბანკის ვალი მაქვს, აი მას აგეიქამდე გადავაკავებ. რა რომ ბევრი დაიხსა, ხვალზე ხარ რომ ბევრი მივიღო რა მოსავალი, რა ისევ ხლამ ხომ. საყვარელი ადამიანების ერთობა კი ქმნის რთველის მთავარ განწყობას. ასე იყო ოდითგანვე. როცა ისხლამ უნდა უმღერო ვენახს, როცა ეკრეფამ უნდა უმღერო წურამ, უნდა იმღერო. ქალები კრეფავენ, კაცები მზიდავები არიან კი. ერთად მუშაობთ მეგობრულად. რავი, ქალებს ეგონია თუ თვითონ აშრომობენ და ჩვენ კიდე ეგონია რომ ჩვენ ავშრომობთ. ესე რომ ვერ გაიგეთ რა. ერთი გაბრიელა ჟუჟუნა იყო, იმანი ცოდა ხოლმე. ქურდულ ვერ არჩევდა, გაბრიელა ჟუჟუნა არჩევდა ხოლმე მათ. ეგონება მუხსა თოვლი იყო, ჩექმებით მოვიდა კაცო. აი ეს შენ რომ ელაპარაკები, არა უფრო ბრაზდები რა. აი ესე ისხლება ვენახი. აი დამანებოდი თავი არ აგინდა. აჰა, ეგე გავს ხალ ვენახი. მართლა რა ბურნუთასავი დავდივარ.
დამაბნიე, დამახვიე თავზე ტარაბუა. მას შემდეგ რაც კალათები და გოდრები მტევნებით გავავსეთ, თავზე ჩვენს ტარაბუა და ხვეულები მოწეული 9 ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებლად მივყვებით. კაია. ეგ ტელევიზორში ჩანს ეგეთი ყოჩაღი ხამარ, აბა ისე ვნახოთ, დაიკრიფამ. დილაზე ერთი ქალი მაკლა წამოხვალ ბრიგადაში, არ მაინტერესებს. მაგრამ იქამდე კიდევ ერთ გამოცდას ვაბარებ. ვერ დაიხო. აუნდა. Bicho, bicho, da. Agora tá, jogo! Khali minakhne, ეგეთ khali არ მინახნე. აბა ჰე. რთველის დასრულების შემდეგი ეტაპები ღვინის შენახვა და დაწურვა. სექტემბრის ბოლო კვირის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 110,000 ტონა შეადგინა. დაფიქსირდა ყურძნის რეკორდული სადღეღამისო გადამუშავების მაჩვენებელიც 14,000 ტონამდე. აქედან გამაცილეთ, თორე გამხეთ კამეშო. რატო? რამოდენა შოფრები გარეთ დაჭრე და მეგინე შეიჩებოველი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 52,000 ტონამდე რქაწითელია, 50,000 ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. დაკრეფილი ყურძენი იმ დღესვე უნდა დაიჭყიდოს, რადგან თუ ღამით დატოვეს, გაფუჭდება. ვამზადებთ ამ დალოცვილ ქვევრს, გავრეცხავთ, რომ დავიწყოთ ყურძნის ჩაწურვა და შემოდგომის ბარაქიანი მოსავალი დავაბინავოთ მამაპაპის დატოვილ ქვევრებში. მაია და სერგი ოქრუაშვილების ღვინის სახლშიც ახლა დოვლათის დაბინავება იწყება და ჰაერში ბადაგის სურნელი ტრიალებს. ეხლა როგორც ფოთოლი გასწვია, იქიდან იწყება შრომა ვენახებში და ეგ დაკრიფამდე ადამიანი არ უნდა გაჩერდეს. უყურადღებას როგორც მოადუნებს, ის ვენახს რაღაცა ზიანი ადგება და ის ხარისხი და ის მოსავალი აღარ არის და ეს კახელი მოსახლეობას ვაიმეაშია ორომტირიანშია ჩართული ამ ვენახების მოვლაში. დღის მოსავალს რომ დალოცავენ, მერე პურს გატეხენ და ისევ მომავალი რთველისთვის მზადებას დაიწყებენ. აი ეს არ უნდა დაიკარგოს, ეს ფუსფუსი, ეს ერთმანეთის დახმარება, ეს ყიჟინა და ბოლოს, რა თქმა უნდა, ლხენა. ეს ციკლი საქართველოში სულ მცირე 800-ჯერ დატრიალდა და ამ დროის განმავლობაში ღვინოც ქართული ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. კახური თავგადასავალი ველის სიხურად 2025 კი ამით სრულდება. მალე ხო კიდე წამოხვალ. ერთი კაცია დააგდა დილა და სუყოდან იყავით აქა. ხო. და ყვარელში რო ვიყო, იქაც უნდა ვიყო თქვენი ხმა. გურუთას მოკითხვა აქედან მოგოებით და ბიჭებით მართლზე იმი არის რთველი და ყოველთვის მინდა ხოლმე რომ დავესწრო და სამწუხაროდ ჯერ არ მქონია ამის ბედნიერი. ბურნუთა შეგითახმებს შემდეგ ეპიზოდს ხო? მაგრამ კეთილურიძემ ყველა გამოწვევა დაძლია ხო მე მგონი. ხო, ზილის ხარება ესეთი ადგილი არ არის, მინდა პირდაპირ გითხრა და ყოჩა. და სახელით შერჩა. მე მგონი პაკიპუკა ისე დაუძახა კეთილურიძეს ბურნუთავ რომ ეს სახელი შერჩება. კეთის და ისიც მგონია რომ ჩვენი პაკიპუკა დასავლეთ საქართველოში აუცილებლად გააგრძელებს ამ გზას და იქაურ რთველს, გურულ, იმერულ და რაჭულ რთველსაც ესტუმრება, რომ ესეთი საოცარი რეპორტაჟები ჩამოგვიტანოს და ავარია რომ კარგი მოსავალი იყოს, კარგი ღვინო გქონდეს და შემოსავალი გქონდეს იმ ადამიანს, რომლებმაც იშრომეს და ამდენი იშრომეს. მართლა ის ასაც ჩვენ რთველს ვეძახით ხოლმე და ყოველთვის მომხიბვლელია ძალიან ესე კადრებში ნახვა და თავისაც ყურძენი უყვარს და მე ღვინო უყვარს ხომ განსაკუთრებით, მაგრამ რამდენი შრომა და ამის უკან როგორც წესი არ ვიცით ხოლმე ადამიანებმა, ვინც ჩართული არ ვართ ამ პროცესში და ეს არის თვეების და ზოგჯერ
1 წლის და დადუღების პერიოდშიც რამდენი უნდა მოუაროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ თან უნდა უმღერო, აუცილებლად კარგი განწყობა უნდა ქონდეს, რომ კარგი იმავე საღამოს უნდა გადამუშავდეს თუ ხოჭდება დაიწყოს, ხო, ძალიან რთული არის, იმიტომ რომ აი ამ ხელა რთველის მერე, ამ ხელა კრეფის მერე გონია რომ აი მორჩა და უნდა დაისვენო და რა მორჩა ახლა იწყება რაც იწყება. ფაქტია რომ ამ დიდ შრომას კახური იუმორი ამსუბუქებს სულ სხვანაირად და ეს მთლიანად იყო თავმოყრილი ამ რეპორტაჟში. დიდი მადლობა ჩვენს პაკიპუკას ამ ძილფაცი რეპორტაჟისთვის. კი ბატონო, ბურნუთასაც პაკიპუკას და მოდი კახე